დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. შეხვედრას როგორც დეპუტატები, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სამართალდამცველებიც ესწრებოდნენ. მათი განმარტებით ფარული ჩანაწერების წარმოებაზე, შენახვაზე და გავრცელებაზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება, თუმცა ცვლილებებს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. უნდა იყოს უფრო მეტად და უფრო მკაცრად დაცული პირადი და ოჯახური საიდუმლოების სივრცე, რაც შეიძლება რომ ცალკე მუხლად იყოს გამოტანილი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი სიკეთე, როგორიც არის პერსონალური მონაცემები თუ სხვა ტიპის პირადი ცხოვრება ადამიანს და ასე შემდეგ, ის და თუ ასეთ სივრცეში ხდება ჩარევა უკანონოდ და ზიანი ადგება ადამიანს, რა თქმა უნდა ესეც იქნება დასჯადი, მაგრამ ცალკე გამოვკვეთოთ და გამოვყოთ პირადი და ოჯახური საიდუმლოები. ვთანხმდით, რომ გარკვეული მომზადებული იქნება გარკვეული პროექტი, რომელიც თუ რაიმე ხარვეზი არის, ან რაიმე გასაუმჯობესებელი არის რეგულაციების კუთხით, ის პროექტი ამ ხარვეზებს ამოფრის და გაითვალისწინებს ახალ მიდგომებს, რომელიც უფრო მეტად დაიცავს ადამიანის პირად ცხოვრებას, ოჯახურ საიდუმლოს. ჩვენი ინიციატივები, რომლებიც უფრო შემდგომ ეტაპზე იქნება განხილული, როგორც არასამთავრობო, ასევე სახელმწიფო სხვა დაინტერესებულ პირებთან და რა თქმა უნდა უცხოელი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით.